სალმით 15 დღეა უკვე და საღებავი კარაფში მინდა დამეტოვა. ახლა ვამბობ, იმიტომ რომ მანდ არ მომიწია დატოვება და რადგან ალბათ ისიც გადავიდა რა. ხო და ვერ მოვახერხე დამეტოვა რა. დავტოვე ახლა ასე ვიტყვი. საღებავი რიგანაც ერთ საერთოდ თქვა მდგომარეობის მასში რაღაცას პატავდი ხო. ისე პატივის თემის შეშე. ხო და ახლა ვემზადები აფსის გადასაღება. რამენად გამომივა არის. დროებით ყველაფერი საუბრობს. ხო. ახლა უკვე თიათთან რა ხარ. ამ უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს ასეა, ეს დროშა ისე ასეა. აი რაღაც 2-3 სპექტაკლი გადავიკეთე, საუბარს კონკრეტულად, რომ ვის ვესაუბრე და რა ვესაუბრე, როგორც ტელევიზია და ინტერვიუ ისე არ გავავრცელებ. ვაიდა თუ რამე ან იმას პრობლემა არ მე ნებისმიერი საუბრიდან, თუმცა ერთი ნახატი ვაჩვენე თეატრის თემაზე, რაც დაწუნებული ვარ გავიხარდებოდა მათ. როასაკი და რაღაც შეჭებია. იკეთება ხალხი. რა ვიცი. მოიმატება საზმაუდან. საზმაუდან კიდე რაღაც სხვა ისაც ეჭიანდება და აი გროვდებით თუ და უფრო მეტი. საზმაუდან მოვადაბიანებით ხალხი, რადგან იმ შენობასთან რაღაც ლექცია იწყება 10 საათზეო. 11-მდე ან 12-ის წუთებამდე დიდი ვარაუდით ვერ მოვლენო რა. ეგეთი ინფორმაცია გავიგე, რამდენად მართალია არ ვიცი. დიდი ვარაუდით ცოტა აქეთ გადმოვიდა ხალხი, ცოტა ამას მოემატა აქეთ. ცოტა ახაც გადანაწილდა. და რავი, 1-2 თუ მიდის, 5-10 მოდის რა. საზმაუცო შემოგვემატება, უკვე სიმჭიდროვეში კარგად ვიქნებით და ბლომად ვიქნებით რა მაგის გამინდა. დროებით. საზმაუსთან ახლა რომ ნახე ფოტოები, ორი იმდენი ხალხია რაც რუსთაველზე. ის რო ახლა აქ მოვიდეს რა მაგარი იქნება და გაგრძელდეს ის ყველაფერი. სახებს ამირებ. სახებს ამირებ. მე ხალხი ვარ, ჭადრაკს თამაშობთ. ის გადაკეთებაზე რაღაცას ორი ბიჭი ჩალიჩობდა და ეგრეთ პოლიციამ გააჩერა და რაღაც პრობლემები, ერთი მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ხო დროს ცოტა ხნის მერე ვნახავ. დაახლოებით 1-2 წუთის წინ გადაიკეტა მუზეუმის იმაში ვიყავ. და რა მეგონა რომ დაველოდებოდით საზმაუსთან რა იმათამდე მოხდა გადაკეთვა რა. არ ვიცი რამდენი ადამიანია. და რა უფრო ცოტა მეგონა, მაგრამ უფრო მეტი აღმოჩნდა. სამუდრე აქ. აი ხაც უკანაც ლომადაა რა. ჯობს მეტი ვიყოთ რა ყოველთვის. 9 საათი და მაქსიმუმ 1 წუთზე გადაიკეტა. დიდი ვარაუდით. ზუსტად არ ვიცი. იმიტომ რომ იქ ვიყავ. ხო. ეგ არის და იმედია იქამდეც მოემატება ხალხი სანამ მსვლელობა მოემატება. ხო. დროებით შემედი ვიდეოები. იქ საპროტესტო აუდიტორია მე მგონი რაღაცას ეკითხულობს და ხალხი ნელა მოიმედია. გერჯერობით რაღაც ერთი სველობა არ შემოგვიერთდა, რაღაც ერთი მარში. როგორც ჩანს მივდივართ საზმაუსთან, რადგან ეს არის რა ქვია. იქ რაღაც ლექტორს უნდა ქონოდა რაღაც საინტერესო ლექცია და ეს ლექცია როგორც ჩანს აგვიანდება თუ პირიქით უკვე ატარებს თუ არ ვიცი როგორ არის. იქ რომ მივალ უკეთესად გავიგებ რა მიზეზით. ისინი არ მოვიდნენ აქამდე. რა ვიცი, 10-ზე იწყებაო მე მგონი. ხო და 11-ია უკვე. 5 ეტყდება მაქსიმუმ ხო და. რა ხავთ რა სიტუაციას. რა ხდება იქ? ახლა არ ჩანს ხალხი კარგად. რომ დაიწყო სიარული უკვე საზმაუსკენ. რაღაც ნაწილი სახში მიდის. რაღაც ნაწილი საზმაუსთან. იმედია გავასწრებ და გადავიღებ ხალხს ის რაოდენობას. მას ლაინზე იმოძრავეთ მეუბნებია. აი ხალხის მდინარე, რასაც ქვია ეგ არის. მივდივარ და ჯერ აი ეს დარჩა 11 საათი არის უკვე 12 წუთები და აი ეს ხალხი ვარ. აი დროშები ჩქარა. გადავიღალე. მძიმე ის ამაკ რა ქვია. ჩანთას აღებავით დღეს ვხატავდი. და ნუ რა ვიცი რა თქმა უნდა დატოვებული წამოვიდე რა. ახლა ამით მომიწევს შეიძლება უცადნეთ. გავლა. თან გადავიღე. ახლა რა იქნება.
უკაცრავ. Go with you. Yes, and that. This is got so check. You are so content. რამეს უაი სიტუაციებში დავდივენ ის ზივალი ისე და რო ისეთი სასამართლოა ისეთი დონის სასამართლოა რომ ნებისმიერ რამეზე გაგიხურებს არ მინდა კონკრეტულად ვინმე სახე გამოჩნდეს რა არა მინდა უბრალოდ მასა გამოჩნდეს და ხალხი რომ მოძრაობს ახლა ახლოს ვართ იმასა აუცილებლად მეტროში ერასა რესტორანი რესპუბლიკის მოედანზე რა ამ კუჩას ხასავთ გორამი Ikari uamravi. Ძალიან ჩამოჩი. მე რა მქონდა? გალობა სტუდენტები. Konkretnie cię myślę teraz. Masło biegam do nich zobaczyłem. Luna Taxi. Masło Maciej. Every stuff is out there. What's he done? What happened? Naturally, I read. Apart, my race was nothing. Something. What am I? She always said that I would have some drama. ცხადია. აი თქვენია. ახლა ვიცი ძალიან მე საზმაუსთან შეკრებილი ხალხი გორია. ის შეიძლება იქიდანაც ატოლდება ხალხი ცოტა, მაგრამ მომეც ნახევარია მინიმუმ ამ დროს უკვე ისედაც შეიძლება ხოლმე. ჯონ, ხდი ყირა. იქცინაც კომენტი. ბოდოზე. ოღონდ ფილარმონიასთან ვარ. American World Outfit. ეს მე ვარ თორე ჩამოვჭი გადაგებისას. ორი ხაკა. მე ჩამოვიდნენ. ხალხი უამრავი. ესაც ბოლოში ვარ გასული, თორე წინ უკვე შეუერთდნენ დროშების ფრიალით და ადიან ზემოთ. აუდიოში. ახლა ალო ბრატ. ასევე კიდევ ერთი ინფორმაცია მოგიყვება. მოსლისთვის პატარა ტექნიკური აბავი ერთი კაბინეტი და მე გავაგზავნოთ. მარცხნივ ჩემგან 1000-მდე ადამიანი თუ შეძლებთ შეუერთდნენ 1000 იმ კონკრეტულ ლოკაციაზე არ არის მეტი საჭირო 1000-მდე ადამიანი თუ შეძლებთ მარცხნივ
გავიგე ინფორმაცია რომ აქ გიორგი შალუტაშვილი მაგალითად იწუება არ ფულის უამრავი დამადასტურებელი რა ვთქვა, მაგრამ ერთ-ერთი იყო რომ მაგალითად ის მზად არის შეხვდეს დაელაპარაკოს და დიალოგი გამართოს სტუდენტებთან. ამიტომ უთხრათ აქედან რომ სტუდენტები არიან აქ და მოვიდეს თუ არის თავიანთ და დაელაპარაკოს აქ. ამიტომ ესეთი კომისია მოვიდეს და აქედან დაელაპარაკოს სტუდენტებს თუმის სიტყვას რაღაცა ფასი აქვს. ან უნდა გადაიკეთოს ეს შენობაო სხვადასხვა დასასვლელითო რომ მასაკნას რა ქვია ხო რომ გაუძნელდეს გამოსვლა იმ არა ადამიან ნაბიჯვარს რომელმაც ციფრულ ელაპარაკა სტუდენტებზე დიდი ვარაუდით რექტორი იქნებოდა მოსყიდული ოცებისგან რა ეგ არის ძალიან მოკლედ და ცოტა უხეშად იმიტომ რომ ამ წამს გავიგე ინფორმაცია და როგორც გადავხარშე ისე ვამბობდი გაიბლომა დავახსენე. თავისუფლება მზია ამაღლებული. გათავისუფლდი. შენობა ქალაქს. შუქეს სიმართლე. ქვეყანა ხალხს. ეთერი ხალხს და ეს მესიჯით იმ შემთხვევაში ამართალი რომ არ ანუ ვინც მოძალადია კი ყველასთან ვინც ასევე არ იმაშება რა ქვია არა პროტესტებს ისაც მოძალადის დამხმარეა ასე ვთქვათ რა
არ ვიცი რაღაცა ხდება უკანა. დაჭერები ხო არ დაიწყო, ან გამოსვლა ხო არ დაიწყო რექტორმა და გაწევა ხო არ არის, არ ვიცი. ანუ სტუდენტისთვის გაურეკია რომ ისო რა ქვია. დაგიждდებით ეთერშიო რა. ორ დღეს არა. მიკროფონი თაჩია ან ორი კაცი ერთი გოგო ერთი ბიჭი შევლენ. შევლენ სტუდენტები! სტუდენტებს ეთერი! ერთი გოგო ერთი ბიჭიო. ორი სტუდენტი შედის. ნებისმიერ დროს გამეთიშება უკვე. არ უნდა რომ რექტორს დაეჯვას რა, ეს უხეშად რო თქვა. და იმიტომაც დღეს არ უშვებენ სტუდენტებს. ცოტა თვითონ დაგვამშვიდეს, მაგრამ არ გამოდი ის ვითომ. იმიტომ რომ მართლა რა, რომ არ გასაზღვრდეს მიღებული ციფრებით, მიღებული თემებით, ფაქტებით ეგ რექტორი. სხვა დღეს დღეს თუ შეგიყვანთ იმაზე რომ სხვა დღეზე მოგელაპარაკოთ რა. უსამართლობაა, როდესაც ეს ერთი არა ადამიანი ამბობს უსამართლობას, მაშინ უნდა იყოს გამამართლებელი თემა, ვინც იტყვის რეალობას. და დღეს უნდა შევიდნენ ეს სტუდენტები. ხო და დიდი ვარაუდით რავი, ასე უნდა მოხდეს. ნახოთ რა იქნება, მიჯდება მობილური მეტიშება, სადმე უნდა შევაერთოთ. ყველაფერს საინტერესოს მაზავ შეგვიშითა. უნდა ვემოვახერხე მეტიშება. სტუდენტებს ეუბნებიან რომ ტელეფონები დატოვონ და ისე შევიდნენ მოლაპარაკებაზეო. არიო რომ ახლა არიო ვარანა დაიჭირაო გიორგი შალუტაშვილის მოვიდესო სტუდენტების მოვათო და იმას ახნასო რა ქვია მოკლედ ორივე ლაივში გავიდნენ და არა დამონტაჟებული თემითო რა და ნახოთ რა იქნება თავის დროზე ვერ თავი იმიტომ რომ ახლა შევაერთე და ნებისმიერ დროს მე გამეთიშება უკან დგომ ხალხ და გვერდებზე დგომ ხალხ ასევე აქვს სურვილი რომ წინ გადმოვიდნენ რეალურად ახლა მთავარი არის რომ ეს მოლაპარაკება შედგეს და შეგვიძლია წინ მოვიყაროთ ყველა მთავი და ვთქვათ თუ კი რა თქმა უნდა ამის სურვილი არის ხო რომ წინ ყველა ერთად ვიდგეთ აქტივისტ ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხმენო ახლა გავიგე ინფორმაცია დაიტოვებიდან შემთხვევით შევიდი და ეგ არის რა ნერვები გაწყატაზეა მაგრამ ვიცი რომ გავიმართე თავისი ხალხი მოვიდა და სტუდენტებს დაუდგა გვერდში ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას სტუდენტებს დავესწრები, რომ ძალა ჩვენს ერთიანობაშია, ძალა სტუდენტების ერთიანობაშია და ესეც არის ამის პატარა მაგალითი, რომ როდესაც ჩვენ ერთიანად მოქმედებთ, პატარ-პატარა შედეგები ნამდვილად გვაქვს. ეხლა კიდევ ერთხელ რომ გავაფრთხილოთ სტუდენტები და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ აქ, ჩვენ ვართ სოლიდარულები, ჩვენ ძულს ვუმაგრებთ სტუდენტებს და არსად არ წავავთ, სანამ არ მივიღებთ შედეგს და დიდი იმედი გვაქვს, რომ თვითონ სტუდენტებიც გამოვიდნენ იმ შედეგით, რასაც ვითხოვდით ეთერი სტუდენტებს.
Lateralus ხალხი აქ არის. მოქმედ გმირებს, დახიოვებს და ამ შემთხვევაში ელენეს თუ შეიძლება კიდევ ერთხელ აში ელენე არის აბსოლუტურად შეუცვლელი, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი ამ პროტესტში. მაგრამ ძალიან ცუდი ამბავი მაქვს რეჟიმისთვის, რომ ძალიან მალე ხვალიდან თაკო ხელაძეც დაბრუნდება და ცეცხლი ოლიგარქიას არ გაჩერდება, სულ დაუჭერთ ცეცხლ ოლიგარქიას, სანამ არ დავანგრევთ ამ რეჟიმს. დიდი მადლობა ყველას, ფანტასტიკ გელდება ველოდებით სტუდენტებს. გამოდიანო ჩვენი სტუდენტებიო. ალბათ რაღაც დღეზე შეთანხმდნენ, რავი, ლაივი არ ამგონია ყოფილიყო ასე. მინიმუმ ჩვენ უყურებდით მან. შედგა საუბარი. ვიყავით მე, ნინი, ბატონი გიორგი შალუტაშვილი, მაკა ვასაძე ქალბატონი და ორი თოქ-შოუს წარმომადგენელი, პროდიუსერი და ხელმძღვანელი. მოკლედ, პარასკევს 10 საათზე ჩაინიშნა ლაივ ეთერი. სადაც სამივე მე, ნინიმ და ბატონმა გიორგიმ დავდით პირობა, რომ პარასკევს 10 საათზე ვიქნებით ეთერში და ვისაუბრებთ პროტესტის გარშემო, რაც ხდებოდა 83 დღის განმავლობაში და ამის შემდეგ. ასევე პროდიუსერმა და ხელმძღვანელმა თქვეს, რომ ხვალ დაიდება ანონსი, რომ გიორგი შალუტაშვილი მოვა ეთერში, სტუდენტებს ესაუბრება ლაივში. სამწუხაროდ, ბატონი გიორგი ბევრი საუბრის შემდეგ მაინც არ დავთანხმდა აქ ჩამოსვლაზე და აქ სიტყვის თმაზე და არც ვიდეოს გადაღებაზე. მაგრამ მომწრი არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომ მან სიტყვა თქვა. ჩვენ გვახსოვს, ქალბატონმა მაკამაც დაადასტურა, რომ ეს სიტყვა ითქვა, ხელი ჩამოვართვით და ხვალ დაიდება ანონსი, რომ გიორგი შალუტაშვილი და ჩვენ ვიჯდებით ეთერში. მადლობა. ეს დავამატეთ ძალიან მაგარი არაფერს. უბრალოდ მაკავასაძეს, ხალბატონ მაკავასაძეს მინდა რომ მადლობა გადავუხადოთ, რადგან შრომოვანი იყო ამ შეხვედრის. მადლობა ხალბატონ მაკას. შევდებით პარასკევს 10 საათზე. მეგობრებო, ძალა ერთობაშია, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ერთობლივი ბრძოლის შედეგი. მადლობა სტუდენტებს, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც აქ იყავით. და აუცილებლად ცხადია ხვალაც, მაგრამ განსაკუთრებით პარასკევს უნდა მოვიდეთ ძალიან ბევრი, რომ პარასკევსაც გავამხნევოთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ სტუდენტებს.
მადლობა. მადლობა აქ მოსულ ხალხო. რუსთაველიდანაც რომ მოხვედით და ისესო და მოკლედ ჩამოთვალა. მე როგორც ყოველთვის გამოვიდა. პირველი საათია 2 წუთებია. დიდი ხანია უკვე მორჩა, დიდი ხანი არა, მაინც და მაინც ნახევარი საათია მორჩა უკვე, თითქმის შეიძლება ცოტა ნაკლები და ხალხი მაინც ამდენი ვართ. ნელ-ნელა მივიდივართ. ახლა ამ ზონე დავაწყო. ვარსკვლავები ევროკავშირის ემო და აჯანყი. ასევე ფერიც შესაბამის. 2024 ჯუჯების სტუდია რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავ არ ვიბძ შენ ბუდავ მე ვდგავ არ ვიბძ შენ მესვი მე ვდგავ არ ვიბძ ვდგავ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა და საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში